როგორი სარგებლიანი და მომგებიანი შეიძლება იყოს უძრავი ქონება. აი ეს პაწაწინა სახლი, რომელიც არის ოროთახიანი სახლი და საკმაოდ უჩვეულო რამე თუ ზემოთა სართულზე საერთოდ არ არის აბაზანა. 2016 წელს შევიძინე $21,000. წარმოიდგინეთ, საერთოდ ასეთი ფასები თუ არსებობდა, არც ვიცი. ახლა ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ მაშინ ეს უძრავი ქონება არ იყიდებოდა, არავის არ უნდოდა ამის ყიდვა და მე გადავწყვიტე უბრალოდ შეძენა. რამე თუ რა შეიძლება ადამიანმა დაკარგოს 21,000-ად. საკმაოდ ვიწრო მიწის ნაკვეთია, აი წარმოიდგინეთ, ცოტა სავალალო მდგომარეობაშია ახლა ეს პატარა შენობა, მაგრამ გარაჟი და სახლი თვითონ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, პატარ-პატარა შეკეთებებს ვაკეთებთ ახლა და გამოვიტანთ ბაზარზე გასაყიდად. 8 წლის განმავლობაში იყო გაქირავებული საშუალოდ $900. ანუ ეს იყო სუფთა შემოსავალი, რა თქმა უნდა ვიხდიდი ბეგარებს. აქ გავაკეთეთ ახალი სახურავი და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. იატაკები ახლა ავყარეთ. ახალი ხალიჩა დაიდება აქ, მთლიანად შეიღებება. სამზარეულოსაც შევღებავთ. და გამოვიტანთ ბაზარზე გასაყიდად. პატარა კოპწია ოროთახიანი სახლი იქნება. ვიღაცას ძალიან გაუმართლებს. ინვესტიცია იყო უბრალოდ შესანიშნავი. ვარაუდობ, რომ როდესაც ბაზარზე გამოვიტან, ეს უძრავი ქონება ალბათ 120,000-დან 110,000-მდე გაიყიდება. და ახლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რამდენად კარგი სახლი იყო შეძენაშიც და ამ თითქმის 9 წლის განმავლობაშიც. და რატომ გადავწყვიტე ამის გაყიდვა? უბრალოდ დრო მოვიდა, მინდა რამე ახალზე გადავიდე. ეს ჩვეულებრივი ამბავია ადამიანისათვის, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მოღვაწეობს. განახლება. ახალი, რაღაც ახალის შექმნა. როდესაც რაღაცამ თავისი ფუნქცია შეასრულა, უნდა ვიმოძრაოთ წინ. თქვენც წინ მოძრაობას გისურვებთ.